Ministrთა კაბინეტის დამტკიცების პარალელურად პარლამენტის შენობასთან ტელეკომპანია პიკის თანამშრომლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. Ისინი საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის სამსახურის შესვლას და მაუწყებლის აღდგენას ითხოვენ. Რატომ დაიხურა პირველი კავკასიური ოფიციალური ცნობით არხმა მაუწყებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გია ჭანტურიას გადაწყვეტილებით შეაჩერა. მესამე არხად წოდებული პიკის ჟურნალისტები გია ჭანტურიას უპირისპირდებიან და მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს სახელზე პეტიციას აგზავნიან. გარდა ამისა, მათთვის გაუგებარია სად გაქრა 2 მილიონი ლარი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გავლით პიკს უნდა მიეღო. Ამ გაურკვეველ ვითარებაში ჭანტურია აცხადებს, რომ კომპანიისთვის მაუწყებლობის შეწყვეტა ორმხრივი მოლაპარაკების შემდეგ თავად პიკის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ფარულავამ მოითხოვა. ჩვენ პიკის ჟურნალისტები ვითხოვთ ოფიციალურად პარლამენტისგან, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში შევიდეს აუდიტი რიგგარეშე და შეისწავლონ ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო შებეს ტელეკომპანია პიქსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის და შეისწავლონ ის საკითხი, როგორ დაიხარჯა თანხა, რომელიც გამოყოფილი იყო წლის განმავლობაში პიკისთვის, იმიტომ რომ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, თუმცა ამას არ ადასტურებს საზოგადოებრივ მაუწყებლის გენერალური დირექტორი, რომ ეს თანხა, რომელიც იყო გამოყოფილი პიკისთვის, იყო დახარჯული. ჩვენ შეგვაქვს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე და გვაქვს ორად-ორი მოთხოვნა, რომ ჩატარდეს აუდიტი და გამოიწვიოს ის საკითხი, თუ სად გაიხარჯა პირველი საზოგადოებრივის მიმართ გამოყოფილი თანხები და კონკრეტულად სად გაიხარჯა ფული ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენ დავიხურეთ უფრო ადრე, ვიდრე უნდა დავხურილიყავით, ანუ ჩვენ გვქონდა წლის ბოლომდე კონტრაქტით მაუწყებლობის უფლება და ზოგადად ძალიან ბევრს სპეკულირებენ ამ თემაზე, თუ რამდენი ქონდა პიქს ბიუჯეტი, რამდენს გამოყოფდა პირველი არხი ჩვენთვის და ასე შემდეგ და ჩვენც გვაინტერესებს სად წავიდა ეს ფული და მეორე ეს არის, რომ ჩვენ ვითხოვთ სიტყვის თავისუფლებას. მე შემიძლია ვთქვა, რომ ბიუჯეტიდან ყოველთვის იყო გამოყოფილი თანხები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რა თანხები და როგორ ნაწილდებოდა, ეს არის შიდა საზოგადოებრივი და პიკის სამზარეულო, ეს საკითხები უახლოეს ხანში აუცილებლად გაირკვევა და ერთი ცხადია, რომ ზოგადად რუსულენოვანი მაუწყებლობა უნდა იყოს. რა ურთიერთობები ჰქონდა და როგორ ჰქონდათ ეს საკითხები უფრო წვრილად უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ ამ საკითხზე ჰქონდეს რამე კონკრეტული პოზიცია.